მადლობა სოლიდარობისთვის, მაგრამ თავარი ადამიანი, ვისაც დღეს ყველამ ხმამაღლა უნდა სოლიდარობა გამოუცხადოთ, ეს არის მზია ამაღლობელი სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობას. იმ პასუხიდან გამომდინარე, უпростоროდ იმ შეტყობინებიდან გამომდინარე, რომელიც მე მივიღე ოფიციალურად ეთერიდან ჩახსნასთან დაკავშირებით, მე ბოლო პერიოდია თავს ვიკავი სამსახურში მივდივარ, თუმცა ნიუსრუმში დიდ დროს არ ვატარებ. თავად ის ფაქტი, რომ დღეს 18 საათიანი მოამბე წაიყვანა მაია ჭუჭულაშვილმა, ვერ ვიტყვი კონკრეტულად რისი შედეგია, თუმცა ფაქტია, რომ რაღაც პროცესი მოამბეში მიმდინარეობს და რაღაც პროცესი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თავარზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ნებისმიერი პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, არის თამდევი. თამდევი ძირითადი პრობლემისა, რასაც ქვია გავლენების გატარება და ამ გავლენების გამტარებელი და მთავარი წყარო არის აუწყებელში ვასილ მაღლაფერიძე. ადამიანი, რომელიც თავის დროზე იყო გენერალური დირექტორი, შემდეგ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, კონკრეტულად ირაკლი კობახიძის მოადგილე და შემდეგ იგი დაინიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის, უпростоრად იგი აირჩიეს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად და შემდეგ იგი უკვე საბჭომ აირჩია, როგორც ჩვენი პროფკავშირების იურისტი გიორგი ასაშვილი ამბობს, უკანონოდ კანონდარღვევით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს არის მთავარი წყარო პრობლემის. საიდანაც მოდის გავლენები, საიდანაც შეიძლება მოდიოდეს ის არაჯანსაღი პროცესი და პროცესები, რომლებიც დღეს გვაქვს ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. აუცილებელია ძირითადზე კონცენტრირდეთ. ის თუ როგორ ვითარდება და რა პროცესები ვითარდება, არის აი ამ მთავარიდან ამომავალი და შემიძლია ვთქვა, რომ რასაკვირველია, რომ აი საინფორმაციო გამოშვებაზე, როდესაც არ ზის წამყვანი რომელიმე წამყვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესები არ მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს ნიუსრუმში, როგორც უნდა მიდიოდეს საინფორმაციო სამსახურში და როგორც უნდა მიდიოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეს ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს მაქსიმალურად კონცენტრირებული იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად არსებობს ქვეყანაში. ეს არის მზია ამაღლობელი, ეს არის დაკავებული 54 მოქალაქე. ეს არის ნაცემი მედიის წარმომადგენლები, ხო, ნაცემი მედიის წარმომადგენლები არიან, ნაცემი მოქალაქეები და ჩვენ ვხედავთ, რომ პასუხისგებაში დღემდე არავინ არ არის მიცემული იმ სასტიკ ძალადობაზე, რომელიც აი ჩემს უკან რუსთაველის დამზეგზე გამოიჩინეს ჩაუფორმებში ჩაცმულმა ადამიანებმა. ჩვენ ვხედავთ მზია ამაღლობელს, რომელიც არის საპრობილეში და ჩვენ ვხედავთ ძვიად ხარაზიშვილს, რომელიც გახდა ღირსების ორდენის კავალერი. სამწუხაროდ აი ამ ფაქტებზე სათანადოდ არ იშლებს. ვასკა, მე მინდა გკითხო ასევე აი სხდომასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ მივადევნეთ პირდაპირ ეთერში თვალყური, რომელიც არ ვიცი, ძალიან გავდა ყოველ შემთხვევაში ჩემი შეფასებით რაღაცნაირ სახალხო სასამართლოს, სადაც იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, სადაც აღინიშნა, რომ შენთან თანამშრომლობა არ უნდა ორ პროდიუსერს. აი მე მინდა რომ ვიკითხო, იქ არიან კიდევ ხო პროდიუსერები, საინტერესოა მათი პოზიცია როგორი არის, რომ დააკონკრეტო და ასევე მინდა აქვე შეგეკითხები, რადგან ვიცი, რომ ცოტა დრო გაქვს და ამიტომ მინდა რომ რაღაცნაირად ამოვწურო ბევრი კითხვა. ის, რაზეც შენ საუბრობ, რომ რაღაც პროცესები მიმდინარეობს, უფრო მკაფიოდ რო ვთქვათ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებობს საკმაოდ ფართო გუნდი, რომელიც სოლიდარობას უცხადებს, თუნდაც გარეთ აქციას, სოლიდარობას გიცხადებს შენ, როგორც არ ვიცი, წამყვანს, რომელიც აი ამ ფორმით ცდილობს შეავიწროს მენეჯმენტი და რაღაცნაირად ცდილობს გაემიჯნოს მენეჯმენტს. რამდენად მსუყია ამ ეს პროცესი, რამდენად ბევრია ეს ადამიანების შემადგენლობა? ვიკა, მე და შენ გარკვეული პერიოდი ერთად მუშაობდით მოამბეში. და ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, აქვე გეტყვი, შეუძლებელია ჩემთვის ამ თემაზე უხერხულობის გარეშე საუბარი, მაგრამ რაღაცნაირად დგება მომენტი, განსაკუთრებით გურამ როგავა იყო ჩემთვის წითელი ხაზი. არის ის დრო, რომ აი არსებობს გამოთქვა, ხო, მოვა დრო და
ყველაფერს ვიტყვით რა. მე მგონი არა მარტო ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის არის ეს, არამედ მთლიანად ქვეყანაში არის დრო, რომ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. აუცილებლად ყველაფერი უნდა ვთქვათ იმისთვის, რომ გარკვეული სირთულეები გადავლახოთ. მე და შენ ერთად გარკვეული პერიოდი გვიმუშავია მოამბეში, შენ იცნობ პირველ არხს, იცნობ საინფორმაციო სამსახურს და საზოგადოებრივ მაუწყებელს. დამეთანხმები, რომ ერთგვარი სარკისებური ეფექტი აქვს. პატარა მოდელი არის ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისი არის განწყობებზეც. ის განწყობები, როგორც არის საზოგადოებაში, ეს განწყობები აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებში. შესაბამისად კი მე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა, ძალიან ბევრი ჩვენი საერთო ნაცნობი, ჩვენი თანამშრომელი და მათ სოლიდარობა გამომიცხადეს, მათ ხარდაჭერა აღვიქვეს და ვიცი, რომ მათ კონკრეტული კითხვებითაც მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის იგივე იურიდიული სამსახურს იქნება თუ ადამიანური რესურსების დეპარტამენტს და ეს არ არის ერთი და ორი ადამიანი. შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ აი რა განწყობებიც გვაქვს ქვეყანაში, ზუსტად იგივე განწყობები გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელში და რა პროცესიც მიმდინარეობს ქვეყანაში, იგივე საკისებრულად აისახება ეს საზოგადოებრივ მაუწყებელსაც. ვასკა, მე მინდა კითხო, როდის გახდა, ასე ვთქვათ, შეუძლებელი უკვე ღია ეთერის მოთხოვნით გამოდიოდით თქვენ, როდის გახდა აი ამ ფორმით მოთხოვნა, როდის გახდა უკვე აუცილებელი, მოდი ასე დავსვამ ამ კითხვას და როდის გახდა შეუძლებელი თანამშრომლობის გაგრძელება იმ ფორმით, რა ფორმითაც აგრძელებდი, იმიტომ რომ ამაზეც იყო აი ამ ბორძზე საუბარი. რა იყო ერთგვარი წითელი ხაზი, როდის გახდა ეს ძალიან მკაფიო? ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თანამშრომლობის ნაწილი, რომელიც ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ ეთერის გახსნას იმისთვის, რომ სადისკუსიო ველი ღია სივრცე შეიქმნას არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მეტწილად ჩვენ ახლა გვჭირდება, რომ გავიგოთ საზოგადოების აზრი. საზოგადოებამ უნდა ელაპარაკოს იმისთვის, რომ ჩვენ წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ რაღაცა ორ ნაწილად ან სამ ნაწილად ან ოთხ ნაწილად არსებობს დაყოფილი საზოგადოება. ჩვენ ყველას გვაქვს საერთო მნიშვნელზე ვართ და ამ საერთო მნიშვნელზე საუბარი, ამ საერთო მნიშვნელიდან საუბარი აუცილებლად მიგვიყვანს კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტამდე. ასეთი ღია სივრცეების უზრუნველყოფის შესაძლებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. განსაკუთრებით ყველაფერი თვალნათელი გახდა ბოლო თვეების განმავლობაში, ხო, მაგრამ ეს წითელი ხაზი იყო ის რეაქცია და ის გაშუქების ხარისხი, რომელიც მოყვა კონკრეტულად 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ირაკლი ყობახიძის მიერ გადადებულ პოზიციას, რომ ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე აჩერებს მოლაპარაკების საკითხს. აღარ განიხილავს, ხო? 2028 წლის ბოლომდე. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ სამოქალაქო პროტესტი რუსთაველის გამზირზე და ის არაადამიანური დამოკიდებულება და მოპყრობა კონკრეტულად სამართალ დამრღვევების მხრიდან მე მათ იმ ადამიანებს ვიჩავ ფორმაში ხალხს დევნიდა იჭერდა და შემდეგ მათ წამებას განაგრძობდა დაკავების შემდეგ მე მათ სამართალდამცავებს ვერ უწოდებ. ჩვენ ვიხილეთ შემდეგ უკვე განგრძობადი პროტესტი, მაგრამ ვერ ვიხილეთ ადამიანური ისტორიები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ვერ ვიხილეთ ძალიან ბევრი რაღაცა. ვიხილეთ ნახევარსიმართლე. ეს უკვე იყო ის წითელი ხაზი, როდესაც ასაკვირველია მე როდესაც საუბრობ იმაზე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს უკვე თვალნათლივ ჩანდა. მე ამაში ჩემს პასუხისმგებლობასაც ამაზე ვიღებ საკუთარ თავზე. თუმცა ამის შემდეგ უკვე დადგა მომენტი, როდესაც მე გავაკეთე ის პირველი განცხადება, რომელიც ჩემი შინაგანი რწმენით იყო გასაკეთებელი. მე დავიწყე ლაპარაკი იმაზე, რაც ჩემი აზრით უკვე აღარავითარ შემთხვევაში არანაირი არგუმენტით შეიძლებოდა რომ დარჩენილიყო უთქმელად. და ბოლო კითხვა და დაგემშვიდობები, როგორ დაახასიათებ საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას? რას გავს ეს, აი რას გაგონებს? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მაგალითად, როგორია იმედის პოლიტიკა, პროპაგანდისტული, ვიცით როგორია, არ ვიცი, პოსტივის პოლიტიკა. აი საზოგადოებრივ მაუწყებელი თუ განსხვავდება აი ამ სამთავრობო არხების პოლიტიკისგან, ან რა საერთო აქვს სამთავრობო არხების პოლიტიკასთან, რომელიც შესაძლოა არ იყოს ასეთი თვალშისაცემის ხვებისთვის. აი, რა არის ყველაზე დიდი განსხვავდება, აუცილებლად განსხვავდება და ეს არის იმ კეთილსინდისიერი ადამიანების დამსახურება, რომლებიც
იაზრებენ რა არის გააზრებული აქვს რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და თითოეულ გადადგმულ ნაბიჯში თუ სიტყვაში ცდილობენ რომ ემსახურონ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს. თუმცა რასაკვირველია ის გავლენა რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მოვიდა 2017 წლიდან ვასილ მაღლაფერიძის სახით და უკვე შემდეგ კიდე ის საკადრო გადაწყვეტილებები რომელიც მან განახორციელა შემდეგ უკვე ეს ადამიანი წავიდა პარტიაში პარტიიდან უკვე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ დაბრუნდა უკვე ამ გავლენამ იქონია ზეგავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე. ხო, ვინ არიან ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებას იღებენ კონკრეტულად სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და რაზე დაყრდნობით იღებენ ისინი ამ გადაწყვეტილებებს. ეს ყველაფერი ეთერს დაეთხო. ეს ყველაფერი ეთერს დაეთხო, ვერ ვიტყვი, ხო, არავითარ შემთხვევაში არ მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პროპაგანდისტული საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სახელისუფლებო რა. მე ძალიან მткиვა ეს სიტყვები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა, ახალი და მიმდინარე ამბების სარედაქციო პოლიტიკა დღეს საზოგადოების ინტერესებს გავიმეორებდა ვერ პასუხობს. მაშინ, როდესაც ეს ასე ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს. შესაბამისად, ეს არ არის ის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება საზოგადოების თითოეული წევრის საუკეთესო ინტერესებს.